გამარჯობა, ჩვენ ვყოფებით ირანის საელჩოსთან, სადაც უკვე რამდენიმე დღე არის პროტესტი მიმდინარეობს საქართველოში მცხოვრები ირანელების და არა მარტო. ირანში მოგხსენებათ ბოლო 2 კვირის განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელსაც ათასობით ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. სწორედ მათი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, მათი ხსოვნისთვის იკრიბებენ ირანის საელჩოსთან რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის მოქალაქეები, ან უბრალოდ ამ ადამიანების მხარდამჭერები. როგორც იცით, ამ საპროტესტო აქციების განმავლობაში ასევე შეიზღუდა ირანში ინტერნეტით სარგებლობა, სწორედ ამიტომ მსოფლიოსთვის შეუძლებელი იყო და დღემდე არის ზუსტად დადგენა იმ ციფრებისა და რაოდენობისა, თუ რამდენი ადამიანი არის ამ საპროტესტო აქციებისას გარდაცვლილი, ან რამდენი ელოდება სასიკვდილო განაჩენს. 10,000-ობით ადამიანი ასევე დაკავებული არის სიკვდილით დასჯის მოლოდინში. ამასთან დაკავშირებით ტრამპი ავრცელებს განცხადებას, რომ თუ ირანი დაიწყებს დემონსტრანტების სიკვდილით დასჯას, მაშინ ის შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ირანის საელჩოსთან ასევე მობილიზებულია პოლიცია. დემონსტრანტების ირანის საელჩოს მოპირდაპირეს და იყვნენ 1-3-მდე 25-მდე მათ ასევე ქართველი დემონსტრანტებიც შეუერთდნენ ევროპული აქციის მონაწილეებს. ტროტუარისკენ გადავიწიოთ, მიიწიეთ. ტროტუარისკენ. მიიწიეთ ტროტუარისკენ და შემდგომ გადავუხეთ. მიიწიეთ ტროტუარისკენ. ტროტუარისკენ მიიწიეთ. გადაიწეთ. ტროტუარისკენ. დაიცი. როგორ და მიაწვით რომ ხრიალე. ნუ ხვირი ხარ და ხრიალებ ადგილი არ არის. აი, ადგილი არ არის. და ხალხს მუსიკა სამყაროვი არის. პოლიცია აწვება დემონსტრანტებს. არა ადამიანი. სავდა დააკავეს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც როგორ დაიწყო? დააკავეს ახლახანს. سفارتی کاری نکن یا آهنگی بذار همه رو بریزا اینجا. آیا آهنگ رو داشتم آرومشون کنم.
როგორც ნახეთ, ცოტა ხნის წინ დააკავეს, სავარაუდოდ დააკავეს ან განარიდეს აქციის პერიმეტრს ერთ-ერთი აქტივისტი. პოლიცია მას უკაცრავად დაკავებულია ეს ირანიდან სამხრეთ აღდგა კომუნიკაციის დამყარების საშუალებები ქალაქებთან რეაქციაზე რამდენიმე ეს გამოც არაერთი დემონსტრანტი გახდა შეუძლებელი. რა თქვა, იმიტომ რომ მიკერძებული შენ არ ხარ დათმოკე პოლიციელებს და მოქალაქეებს. შენ არ ხარ? აი რა. ქვეყნის ამომგდები უცამაფარად. молодец. აქციაზე ხარ ინტერვიუ ინტერესებს. ხა გაიერთე და კითხეს ფარაგას. მოდი აკო. ეგრე არის. ჯომა რომ ძიარა. ელიაკო არა უკან კანდა. თქვენი ტკივილი იგივე თქვენი ტკივილია. თქვენი ბრძვით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, იბრძვით სილაღისთვის, ჯივსებისთვის და კატეგორიულად მიუღებელია, რასაც დიქტატორი აკეთებს. ალბათ მიუღებელია ასე ადამიანების საკუთარი შვილების ხოცვა. გლოვთ და თქვენს გვერდით ვდგები. ჩვენც თქვენთან ერთად ვიბრძვით დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და რა ვიცი, გისურვებთ გამძლეობას, ბრძოლას და აი ამ წამებში დამთავრებული იყოს ის ჯოჯოხეთი, რაც თქვენს ქვეყანაში ტრიალებს. გჯერა, თავისუფლება, აი ეს გმირი
ირანელები რო იბრძვიან აუცილებლად გაიმარჯვებენ. აუცილებლად და ძალიან დიდი ზეიმი გექნება. თუმცა სისხლის პასად, მაგრამ ასე ყოფილა თავისუფლების დღეები. საქართველოს გაუმარჯოს! საქართველოს გამარჯოს! საქართველოს გამარჯოს! საქართველოს გამარჯოს! გამარჯოს! საქართველოს გამარჯოს! პროტესტს მართავენ არის თითქმის სავსე. ამის გამო პოლიცია ნაწილი მოქალაქეებისა სული აქედან ამის გამო დაიწყო პოლიცია მოქალაქეებზე მიწოვა და ამ მომენტში დააკავეს ერთ-ერთი ქართველი დემონსტრანტი. فقط میخوایم تحصیل بکنیم دوران بعدش با قدرت یه جوری اینجا شعار میدیم برنده همه این دوران همه دوران زنگانه میکنن از خون جوان შეგახსენებთ, რომ ირანში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო 20 დეკემბერს. მას შემდეგ, რაც ირანულმა ბანკამ მიაღწია დევალვაციას. ეკონომიკური მიზეზები გახდა, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რადგანაც ბაზრისა და სხვა შემადგენლები, მათ შორის ბაზრის მემკვიდრეები გამოვიდნენ აქციებზე. ისინი ეს აქციები მათ შორის აღიარა ირანის ხელისუფლებას, რომ ადამიანები ეკონომიკური პრობლემების გამოსულები ქუჩებში მალევე აქციები გახდა გაცილებით უფრო მასშტაბური, სხვა ქალაქი და გამოვიდნენ სტუდენტებიც და მალევე დაიწყო ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნებიც. ისინი ყოფილი შაჰის შვილის რეზა ფაჰლავის დაბრუნებას და ხელისუფლებაში ჩვენ გაგვეგო ზუსტად რა ხდებოდა ირანში, რამდენი იყო დაზარალებული, დაღუპული მომხმარებლების განმავლობაში, ზოგადად როგორი იყო ვითარება, რამდენად მასშტაბური იყო აქციები და ასე შემდეგ. ბოლო დღეებში როუთერსის იტყობინება ამერიკასამდე არის რაოდენობა დაკავებული დემონსტრანტებისა და ასასობით ადამიანი არის მოკლული მონაწილეობის. ასევე დღეს არის დაგეგმილი ჩამოაჩვენ და ჩამოხჯობა იმ დემონსტრანტების, რომლებიც სამართლის განმავლობაში დააკავეს. როგორც გითხარით, ტრამპი ამასთან დაკავშირებით ჩავრცელებს არეთ მოწოდებას, რომ დახმარება ირანის მიმართულებით უკვე გზაშია და ირანის
باید گردد نابود باید گردد نابود باید گردد نابود باید این آخرین نبرده پهلوی برمیگرده 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 ایران شده آماده فرمان بده شاهزاده 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 ایران شده آماده კომუნიკაციის ხაროსების გამო ჩვენამდე და ირანის გარშემო მსოფლიომდე ძალიან ნელა აღწევს განახლებული ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ვითარება არის ირანში თუმცა ბოლოს როგორც გავიგეთ მათ შორის ის დაჭრილი და დაზარალებული დემონსტრანტები რომლებმაც სხვადასხვა დაზიანება მიიღეს აქციების განმავლობაში იმყოფებოდნენ საავადმყოფოში სამართალდამცავებმა შეერაღებულმა ძალებმა ირანის ისინიც სიკვდილით დასაჯეს. მიუხედავად ამისა, როგორც სხვადასხვა ექსპერტები და კვლევრები ამბობენ, მათ შორის დახურებულები, რამდენადაც შესაძლებელია იმ ინფორმაციას დაყრდნობით, რაც ხელმისაწვდომი არის ჩვენთვის. მიუხედავად ამ ხალა რეპრესიული მიდგომებისა და ძალადობრივი დარბევების აქციებისა და ირანის მთავრობის მცდელობისა, რომ დააშინონ ირანელი მოქალაქეები და აღარ გამოვიდნენ ისინი ქუჩებში, პროტესტის მუხტი არ იკლებს და როგორც ამბობენ, პირიქით ის უფრო და უფრო ვრცელდება ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე.
شاه رضا پهلوی آلترناتیو فور ایران کی 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 رضا پهلوی دموکراسی 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 فور ایران کی رضا پهلوی مطلوبات مرد بر خامنه‌ای لعنت بر خمینی مرد بر خامنه‌ای لعنت بر خمینی مرد بر خامنه‌ای لعنت بر خمینی مرد بر خامنه‌ای لعنت بر مشتاق بیار بالا مرد بر خمینی مرد بر خامنه‌ای لعنت 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 بر خمینی مرد بر خامنه‌ای مرگ بر سپاسه ملا شفیع مجاهد 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 این بس قدم ها ملا شفیع مجاهد این وطن وطن نشود 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 ملا شفیع مجاهد 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 ایران رو پس میگیریم ایران رو پس میگیریم ایران رو پس میگیریم ایران رو پس میگیریم ایران رو
ایران رو پس میگیریم با هم بگیم یک صدا برای خاک ایران 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 می‌ایستیم می‌جنگیم ایران رو پس میگیریم 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 می‌ایستیم ირანიდან ასევე პერიოდულად ვრცელდებოდა კადრები გვამებისა და ცხედრების, რომლებიც საავადმყოფოს ტერიტორიაზე თუ მიმდებარედ ქუჩებში ფაქტობრივად ეყარა ძალიან დიდი რაოდენობით. ვარაუდობდნენ, რომ ამ კადრების გავრცელების მიზანი სწორედ ის იყო, რომ ირანის დარჩენილი მოსახლეობა და ის დემონსტრანტები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ მაღალია რისკი სიცოცხლის ხელყოფისა, კვლავ გამოდიან ქუჩებში, აი მათი დაშინება იყო, როგორც ამბობენ, ამ კადრების გავრცელების მიზანი. თუმცა, როგორც ვთქვი, პროტესტი ირანში კვლავ გრძელდება. სხვადასხვა ეროვნულ ნაციონალურ სიმღერებს ვრთავენ ამ დემონსტრანტები საპროტესტო შეძახილებით და მოთხოვნებით, რომ რეზა ფაჰლავი ჩაუდგეს ირანის მმართველობას, აგრძელებენ ისინი პროტესტს საქართველოში არსებულ ირანის საელჩოსთან. პროტესტი გრძელდება, როგორც აქ შეკრებილი დემონსტრანტები ამბობენ, ისინი გააგრძელებენ ირანში ყოფი მოქალაქეების მხარდაჭერასა და იმ დაღუპული ადამიანების სოლიდარობას
რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში ირანში გამართული დემონსტრაციების დროს მოკლეს. მე დროებით დაგემშვიდობებით, მე გაზეთის ლაივს უყურებდით, შეგახსენებთ, რომ თქვენ ახლა ხედავთ ირანის საელჩოსთან მიმდინარე აქციას, სადაც საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეები და მათი ქართველი გულშემატკივრები არიან შეკრებილები, რათა მხარი დაუჭირონ ირანელ დემონსტრანტებსა და იქ დაღუპულ მოქალაქეებს. ნახვამდის.